მოგესალმებით პატრიციულ რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირ ობიექტივის გადაცემა CV პასემ თუ გინდა მშვიდობა, თუ ეძებ მშვიდობას. დღევანდელ გადაცემას წავიყვანთ მე და მამია გოგოლაძე, გარელ დიკოსი, ერთადერთი სამხედრო და სამხედრო სამსახურთან, სამხედრო ჯართან დაკავშირებული გელარდიკოსი საქართველოში, რომელიც ესე იგი არა მარტო აგროვებს, არამედ მთელი წიგნები და ისინი აქვს დალაგებული და ალბათ მე ასე ვფიქრობ, რომ მომავალში ერთი კარგი წიგნის გამოვა, იმიტომ რომ ეს წიგნი აუცილებელი არის. მოგესალმებით ბატონო მამია. დღევანდელი ჩვენი გადაცემა მინდა ახლა დაკავშირებული უნდა იყოს ახლა ჩვენ გვესმის გუში გია ყარყარაშვილს, გიორგი ყარყარაშვილს, გია ყარყარაშვილი მაშინ 30 წლამდე შეიძლება გია ყარყარაშვილი და ახლა უკვე როცა გენერალია და გიორგი ყარყარაშვილის წიგნის პრეზენტაცია იყო. ჩვენი წიგნი დღეს ვერ მოვიტანეთ, გვინდოდა წამოგვეღო, მაგრამ ამ წიგნს რაღაცა აკლია კიდევ იმის იმაზე ყრდასთან დაკავშირებით აკლია და ფერების იმასთან გუშინ პრეზენტაცია ერთი მასში იყო, ამიტომ გვითხრეს რომ შეიძლება შეიცვალოს. აი ეს არის გიორგი ყარყარაშვილი, ესე იგი მე გეტყვით რომ ლეგენდარული ადამიანი. ლეგენდა პირდაპირ ვიტყვი, აი აქედანაც ვიტყვი პირდაპირ რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ უახლესი საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, თქვა 90 წლიდან 18-21 წლის იმაში შედარებას გავაკეთებ, კარგად ვიცნობ იმ დროს, მაშინაც საუკეთესო, ყველაზე უკეთესი თავდაცვის მინისტრი. შეიძლება ბევრი ამბობს, რომ ახალგაზრდა იყო, შეიძლება ახალგაზრდა ოფიცერიც იყო, ნუ კი იყო ახალგაზრდა ოფიცერი, მიიღო რამდენიმე საბრძოლო აი ასეთი გასვლები ჰქონდა. მარშები ქონდა, გასვლები, ფსოუზეს გასული იყო. შემდეგ ისაც თქვეს, რა იქეთ წავიდაო და იქ ვერ დაისახნაო და რითი წავიდა, ბრძანება გასცეს, წავიდა, მის თარსად არ დასულა. მისით არასდროს არაფერი არ გაუკეთებია. ეს ადამიანია, მე გეტყვით თქვენ, მის წიგნი, ალბათ არ არის ბევრი ადამიანი ისეთი როგორც მე, აი ის რაც გამოვიდა წიგნი, მე ეს ყველაფერი ჯერ როდესაც იწერებოდა, მაშინ მაქვს ეს საკითხული, რადგან აი გიორგი არის ადამიანი, რომელიც ყველა ციფრს კინჩხში ჩაუდგა. ყველა მხრიდან გაშინჯა, გამოშინჯა, ყველა იმაში გადაამოწვა, ყველა საშტატო იმაში ბრძანებებში. ხო წარმოგიდგენიათ, რამდენია 800 ფურცელზე მეტია და ამიტომ ეს დაყოფილია ორ ნაწილად ეს წიგნი. და აი ის ციფრები და ისინი რაც არის, გავა 100 წელი. მამგოდა იქნება მამია და იქნება ეს წიგნი, აი ზუსტად იმის, რა თქმა უნდა რაღაცა შესწორდება, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ხდება ისტორიის იმაზე მორის, მაგრამ ის რაც მისი გაკეთებულია, ის სადაც მოქმედებდა, არის აბსოლუტურად მიუმხრობელი ვინმესთვის, აი ვიღაცა მოწონს და იმაზე რაღაცა გააისახნას, რა ქვია, გაამდიდროს მისი ბიოგრაფია, საბრძოლო, არა. აი რაც გააკეთა ის, არ აქვს იმას მნიშვნელობა. არა აქვს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი დაკარგა ამ ომიდან, აფხაზეთის ომიდან. დაკარგა ძმა, დაკარგა ჯანმრთელობა მთლიანად და უამრავი მეგობარი. აი მე რაც ხონდა აი პირველი თავიდან, რაც მე მქონდა დათვლილი, ბოლომდე ახლა ზუსტად იმაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ 200-ზე მეტი გვარი და 200-ზე მეტი აღრიცხული ის ჯარისკაცები, ის ოფიცრები, ის ვინც მასთან იბრძოდა, მე იმაზე ვლაპარაკობ, აი მისი ქვეშემდგომები ვინც იყო, ნუ შეიძლება მეთაურებიც ვინც იყო ისინი. ისინი აღწერილი აქვს. მე ასე ვფიქრობ, რომ აი წიგნები ეს ყველაფერი რო დალაგდება, ალბათ საჭირო არის და ჩვენი სამხედრო ისტორიის საზოგადოებას დაეხმარება ამაში, რომ აი ამ ადამიანების პატარა ბიოგრაფია რო ჩავწეროთ. ნუ იქნება ერთ გვერდზე მეტი, იყოს ერთი გვერდი. დავატიოთ იმ ერთ გვერდზე იყოს, მაგრამ მისი სურათი ჯერჯერობით არის იმათი ნათესავებიც, იმათი ზოგ სოლშვილი დაიბადა, დაბადებული არ იყო ბავშვი, ისწავიდა ფრონტზე, დაიღუპა, დაიბადა ბავშვი, მე ვნახე ეს და ენაღამ ვიტირე ის გოგო, რომელსაც მამა არ ვნახე და დატიროდა იქ. მოხატგვერდზე სასაფლაოზე. ის ახალგაზრდა მეუღლე, დღესაც რამდენი წელი გავიდა და კიდევ ახალგაზრდა, ეს 40 წელს მიღწეული არ არის. რა არის იცი, ეს არის ის ტრაგედია, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაიტანა. და რატომღაც ყველა რაღაცა თავისი კუთხის მიმართულებით წერს, ბევრი წერს, მაგრამ ისეთი ინფორმაცია, რომელიც იყო სავსე, ინფორმაცია, რომელსაც სიმართლე თქვას, რა სიმართლეც არის, აი ეს არის ამ წიგნში. მე იმიტომ რომ მე რატო ვლაპარაკობ, მე მაქვს ეს საკითხული.
მე მაქვს და იმ ციფრების და იმ სიმგელში, იმიტომ რომ ამ ციფრებთან მიმართებაში დალაგებული ახლა ეს მარტო მისი კი არ არის, ეს გენერალური შტაბიდან, ჩვენთან მე ვიყავი უფროსი, ამ ციფრებს იქიდან, მე რაც ჰქონდა ეს ციფრები, იქიდან ის რაც ვალერი ხვარაიას ჰქონდა, რუკები რომელიც იყო, ამ რუკებთან დაკავშირებული ცვლილებები რაც შევიდა შიგნით, აი ეს ყველაფერი მას ჰქონდა. გიორგის მიაწოდეთ ეს ყველაფერი. ამიტომ მე ასე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი საქმე სახელმწიფომ არ გააკეთა 11 წლის წინ თევზაძემ ჩამოაყალიბა ეს გადაცემა. და მე მიწვია ამ გადაცემაში, რომ ერთად წავიყვანოთ ეს გადაცემაო. აი ესე გავაკეთო. მე შემორჩი შემდეგ მე თავისი ახლა მაინც მასწავლებელია უნივერსიტეტის პროფესორი იყო და იმასთან გადავიდა თავისი იმაში. და მე დავრჩი აქ და ამ გადაცემას მივყავს და მთავარი რა იყო მიზეზი ამ გადაცემის? იყო ის, რომ რატო დაიწყო საბრძოლო მოქმედებები? რატო გავარდა ჭურვი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ? ვინ იყო ამის ის, რატო ვერ შეაჩერეს, რატო ვერ აიცილეს თავიდან ეს საბრძოლო მოქმედებები? რატომ დაიღუპა ყველა მხრიდან, ვინც ამ ომში დაიღუპა 30,000-მდე არის ადამიანი? ვინც დაიღუპა? ჯარი ჩამოყალიბებული არაა აფხაზეთის ომში, არც ერთი ბრიგადის მეთაური, არც ერთი ბატალიონის მეთაური, არც ერთი ასეულის მეთაური არ იყო კადრის ოფიცერი. და ის მთელი ეს სიმძიმე გადავიდა აფხაზეთის მოსახლეობაზე. ის ადგილობრივები სოხუმში, რომლებიც ბრძოლის ველზე აქ ოჯახი თანაც მაშინ გამოაცხადეს, რომ ხელშეკრულებას 28-29 ივლისს კოზირევმა მოაწერა ხელი და ჩვენთან შევარდნაძე მოაწერა ხელი, რომ ტექნიკა შეარაღება გამოვიტანეს იქიდან და შემდეგ აი ახლა კოზირევმა თქვა ამერიკაში ცხოვრობს ის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთი, თქვა რომ ესე იგი სამხედროებმაო, რუსმა სამხედროებმაო დაარღვიეს და ერთ მომენტში აღმოსდა 13-14 სექტემბერს იარაღიო ხელშიო და რუსული ბატალიონები. რუსული, მარტო რუსული, კაზაკები რო იყო გასაგებია, უკრაინული ბატალიონი ყირიმიდან, მაშინ უკრაინა იყო ის, უკრაინა მართავდა მას. უკრაინული ბატალიონი ხერსონიდან. მოხალისეები უამრავი უკრაინიდან, რუსეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამაზე არ არის ლაპარაკი. მაგრამ როდესაც დღეს ლაპარაკი ბატალიონი თურქეთიდან ის მოხალისეები, რომლებიც იყვნენ, მოჰაჯირები და ისინი ვინც იყვნენ, ისინი ბევრი არ იყვნენ. მაგრამ ხო იყვნენ ესენი, მე ვლაპარაკობ ბატალიონები, რომლებიც იყვნენ, იმიტომ რომ ერთ მომენტში რაღაცნაირად ჯაბა იოსელიანმა მთხოვა თუ შეგიძლია შემოიარეო ჩემთან რომ რაღაცა მაქო. მივედი და ასე რაღაცა მითხრა, იქ არიან უკრაინელებიო და გითხრეს რომ ბატალიონამდე ყავთ ასეთ პირადი შემადგენლობა და მიიღებენ ჩვენ მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აფხაზებს წინააღმდეგ, მაგრამ ამისათვის საჭირო არისო ისო, რაღაც ისინიო, თანხის გადახდაო. ჯერ ერთი თანხა ჩვენ არ გქონდა არაფერი. და მეორე რა ვიცი, მე ვცხარ ბატონო ჯაბა, თქვენ უფრო კარგად იცით, ახლა სახელმწიფო მეთაურის იმაში შედიოდა ხო მაშინ საბჭოში, ამ იმაში. მაგრამ მე ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენვე სხვა იმიდან მოიყვანოთ, ვიღაცა გამოვიყენოთ, ამისათვის რომ ისინი მაგალითად გამიმარჯვოთ მათზე. თუ გახსოვს ასეთი დიდი ბრიტანეთის ხელმწიფე რომ ჩამოახშვეს, რატო? იმიტომ რომ მან ფრანგული ჯარი მოიწვია ირლანდიელების წინააღმდეგ. ესე იგი მის სხვა, აი ასეთი ის იყო. რა ქვია, მიდგო. ხო, ჩამოახჩეთქე მე თავი მოკვეთეს გონე. ხო, აი ეს პირობები და მე რა ვიცი, რაღაც ასეთი ისინიო და მეტი არ მინდავშენ თქვა ზუსტათო. მასეთი ისე ახლა ჯაბა იოსელიანს ბევრი რაღაცა შეგიძლია დააბრალო, მაგრამ განათლებაში და ჭკუაში და იმაში ნახდათ ვერ დააბრალებ იმას. მეომარიც იყო ძაან. კი, უგანათლებულესი პიროვნება იყო და ამას ძალიან კარგად ფლობდა. ფლობდა იმას, რომ რუსეთთან დაპირისპირება არ იყო საჭირო. და რუსეთთან საჭირო იყო ჩასვლა იქ. არ იყო დაპირისპირება საჭირო აფხაზეთის იმასთან, იმიტომ რომ სიტუაცია იყო ისეთი დალაგებული. და ამ ყველაფერში, აი ყველაზე მთავარი, ვინც ამას ტრიალებდა, იყო გიორგი ღარაშვილი. გიორგი ღარაშვილმა ეს წიგნი დაწერა, გამოცა, ეს არის ეპოხალური წიგნი. მე გეტყვით თქვენ, პირდაპირ გეტყვით. მე ყველა ციფრზე იქ რაც არის, ხო? მე ვიცი ამ ციფრის წარმომავლობა, საიდან მოვიდა ეს.
და ამიტომ დიდი მადლობა მინდა უთხრა, გუშინ იყო პრეზენტაცია ამ წიგნის, ჩვენ იქ ვიყავით, ჩვენი საზოგადოებიდანაც იყო დაჯილდოვებული გიორგი და ძალიან მომეწონა ეს თქვენი შეფასება, მე მგონი ამას თქვენაც იწყვით ახლა. ის შეფასება, ვინ არა მაკეინია ხო ჩვენთან საქართველოს გმირი. საქართველოს ეროვნული გმირი. ხო და აი ამ თემაზეც იწყვი რაღაცას და მე მინდა აი ამ საზოგადოების შეფასება ამ წიგნის და ალბათ ერთ-ორ კვირაში იქნება ხო თქვენ რომ მოგცეთ ის რა ქვია რომ რამდენი სასიგნალო ეგზემპლარი. მაშინ ხო დიდი მადლობა მივესალმებ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ნამდვილად ჩემთვის დიდი პატივი იყო პირველ რიგში რომ მემსახურა ისეთი მინისტრის ხელმძღვანელობით როგორც ბატონი გიორგი ყაყარაშვილი იყო. ადამიანი რომელმაც ყველაფერი შესწირა სამშობლოს, ადამიანი რომელმაც უკან არ დაიხია არასდროს, რომელმაც პირადად გაუკეთა მობილიზება თავის სამეგობროს, თავის საძმოს, თავის თანაკურსელებს და შეუძლებელი შეძლო. რამდენიმე ათასი ადამიანი ფაქტურად მისი ასე ვთქვათ, მოწოდებით ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ურთულეს პირობებში მოუხდა ბატონ გიორგის მოღვაწეობა, რომ პრაქტიკულად ჯარი არ იყო, პრაქტიკულად აი მოარაგება იყო ძალიან გართულებული. გამოცდილება არ იყო, აი რატომღაც არენდებოდნენ საბჭოთა განათლების მქონე ოფიცრებს საწყის ეტაპზე მაინც. მე უკვე დაინახეს ახლა სადრა და როგორ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ შევეტაკეთ უზარმაზარ ძალას. ეს იყო, რა თქმა უნდა, რუსეთის შეერაღებული ძალები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ ამ ომში და არაერებათ. ისევ და ისევ ჩილოკავკასიელი დაქირავებულებს ეძახიან, მაგრამ რა ვიცი, ძალიან ცუდი საქმე გააკეთეს მაგემა. ეხლა ბევრი ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია. არაერთხელ მოიხადეს მათ ბოდიში, აი რა საქართველოში მათ. ხო, მაგრამ 30,000 ადამიანს საქმეს არ უშუალო. ვერანაირად ნამდვილად. და იქ ყველაფერი ეცადა ბატონი გიორგი, ყველაფერს ეცადა რომ მდგომარეობა გამოესწორებინა. ძალიან კრიტიკულ მომენტში გუშინ არაჩვეულებრივად ბატონი დათო მაღრაძე გამოვიდა სიტყვით, ბატონი დავით გულუა ყოფილი შინაგანსაკუთრებთა მინისტრი და შემდგომში დავით თევზაძე ისე როგორც იცის ხოლმე აბა ეს არაჩვეულებრივად მეთაურო ესე მიმართა რა და ეს მისი მეთაური იყო რა ისე აი ლამაზად და ისე მართლაც და იქ აღინიშნა ესეთი რაღაცა რომ ერთ-ერთ კრიტიკულ მომენტში ბატონი გიას თხოვნით შეირჩა სასჯელ აღსრულების დაწესებულებებიდან ისეთი პატიმრები, რომლებსაც ისეთი არ ქონდა ძალიან მძიმე დანაშაულებები და დაახლოებით 128 კაცი იქიდან განთავისუფლებული რა საპატიმროებიდან. არა, საჯარიმო ბატალიონში ჩაირიცხნენ, დიახ და ხელწერილი მაგათ ოფიციალურად გაფორმდა. ოფიციალურად გაფორმდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბატონმა მიმართა და პირველ ბრძოლაში თითქმის 70 მათგანი დაიღუპა. აი ესე ვაშკაცურად ყველაზე მძიმე ბრძოლა. ყველაზე მძიმე ის რო იყო და ეს სიტუაცია. მძიმე მონაკვეთზე, თანაც როგორ იცი, ერთის მხრივ იმ ადგილზე იდგა გიო უკურიცის სასწავლო ცენტრი. მახსოვს არაჩვეულებრივი ის იყო. და ესინი როგორც კი გავცვალეთ პოზიციები. ალბათ იმათაც ჰქონდათ ეს დაზვერვის მონაცემები და მაშინ შეესადენ მათ აეროსოდინებათ ტერიტორიაზე. ალბათ მასაც იყო ბევრი რაღაცა შესწავლილი ისეთი არ ჰქონდათ, მაგრამ უვაშკაცესები. აი როგორ იბრძოდნენ, ისე ვერ წარმოგიდგენია. აი ისეთი ბრძოლის ისინი ჩაადა. მე უბრალოდ მოწმე ვარ, მე ყველა მათგანს ხელი ჩამოვართვე, როდესაც ჩამოვიდნენ ისინი სინოფში იყვნენ, გია ყარყარაშვილმა პირადად ისინი აი იქეთ გაიყვანა, გააგზავნა და იქ სადაც პოზიცია ჰქონდათ მათ შრომაში მინაშნებული ამ პოზიციაზე, სადაც ისინი დაადგა. და იქიდან იყო ძირითადი შემოტევა. ძირითადი, აი იქიდან შემოდიოდა, იმიტომ რომ შემოსვლა გუმისთაზე, მაგალითად აჩადარას ხიდიდან და გრეჩკოს დაჭამ, სადაც გუმისთას ზღვას უერთდება. იქ შეუძლებელი იყო. აი იქიდან შემოვიდნენ, ესე იგი, აი სუგუროკის მხრიდან შემოვიდნენ, აი მას ქუჩა ქვია იმას, რა ქვია, დამაჟის ახლა იმ ქუჩის სახელი. იმ ქუჩით შემოვიდნენ იმაში სოხუმში. ჩამბას ქუჩით შემოვიდნენ ასეთი სოხუმში. აი ეს გზიდან შემოვიდნენ, იმიტომ იქიდან ფრთები იყო და იქ პოზიციებს ვერ გააკეთებდი. და იმათი სიმჭიდროვე არტილერია რუსების კი უმაღლეს დონეზე ქონდათ გათვლილი ყველაფერი. გენერალური შტაბი ეგრე კალესნიკოვის ის რო იყო, რომ 3 დღეში სოხუმი დაეცემაო. და თქვა კალესნიკო 13-იო დაეცემაო სოხუმია.
და 27 რიცხვში დაეცას უკვე. აბა მაინც ეს ეხლა ეს იარაღიც არ ქონდა, არაფერი არ ქონდა. ვინც ცოტა სამხედრო საქმეში გარკვეული არის, რა ორი კვირა რა არისო და ეს ვისაც ის მიხვდება რა არის ეს ორი კვირა, როდესაც ფაქტურად შიშველი ხელები აი მთელი артиლერია, მთელი გია ყარყარაშვილს რო შევეკითხე, მე ვთხარი, აი ხელი მოაწერეს იარაღის გატანას და იმას ეთქვა და რაფეროთო როგორ გაკეთდა თქვენ ჩვენ არ ვიცით ეს არაფერი და ისინი და მე ვთქვი ალბათ გია მიცის ეს ყველაფერი გია ჩააღენეს საქმეს ყურში მაშინ როდესაც ეს უკვე გაკეთებული იყო და მოწერილი ფაქტის წინაშე დააყენეს ფაქტობრივად ხო და მოვიდა ბრძანება იმის რომ ახლა გია სამხედროა რო ყოფილიყო მაგალითად არასამხედრო შეეწინააღმდეგებოდა უმაღლეს თავარსარდალს რაღაც არა ეს სამხედროა ნუ ბრძანება უნდა შეასრულო მაგრამ გარანტიას ვინ იძლეოდა ის ვინც მოაწერინა ხელი ხო შევარდნაძე დაითანხმია ისინი კოზირევი და შევარდნაძე ძალიან კარგად იყვნენ კოზირევმა ეხლა აღიარა რომ ეს იყო სამხედროებმა დაარღვიეს ეს ელცინის ჩუმი თანხმობით ეს ხელშეკრულება და გადასცენ ტექნიკა შეარაღებული და გადმოვიდნენ შეტევას და შეტევას როგორ გადმოვიდნენ ავიაციიდან დაწყებული ზღვით საშუალებებით ეს ამას ხომ უმზადება ჭირდებოდა ერთი ბრძანით ხარ გაკეთდებოდა აი ასეთ სიტუაციაში და მე მინდა ეს შეფა გუშინდელი გამოსვლის დიახ არაჩვეულებრივია დიახ რაც შეეხება მე ცოტა კოზირევს შევეხები კოზირევი იყო ივანოვის საგარეო საქმეთა მინისტრი რო იყო იმის სიძე და მას კიდე დედა ქართველი ყავდა საღინაშვილი იმას ივანოვს თვითონ და ასე რომ რაღაცნაირად ახმეტაში დაბალებული მამამისი გენერალი იყო და დედა სხვათა შორის პირველი ქალბატონი მოსკოვის ოლქის სახელმწიფო ავტოინსპექციის მილიციის პოლკოვნიკი იყო ივანოვის დედა ეს არ უცოდე და ესე იგი გუშინდელ იმას რომ დავაბრუნდეთ და ასევე აღნიშნა ბატონმა გენერალმა დავით გულუამ რომ იყო ერთი არაჩვეულებრივი მეომარიო რა ოფიცერი ხორგვანიო გვარათო რომელიც აი არაფრის გამო ის ყავდათ რა წინასწარ და დაკავებაში ყავდათ რა რომ მისი იარაღი ვიღაცამ რაღაცაში გამოიყენა და მას პასუხი მოკითხეს და გიორგი ყაყაშვილი პირადად თავდებში ჩაუდგაო რა და ნუ მეცო ეხლა მივიღეო გადაწყვეტილებაო და ეს ბიჭი გამოუშვით და ცრემლი მოადგაო რომ ვენდეთო მასო და ეს პირველ ბრძოლაში დაიღუპა რა ნათელში იყოს წასვლილების ძალიან მე გეტყვით გია ყარყარაშვილის მინისტრი ხო გახდა მინისტრა ყველა ამბობს რომ ნუ რაფერა 25 წლის მინისტრი გენერალი 25 წლის მინისტრი ეს როგორ ახლა იმდენი გენერლებია იმდენი რაღაც ისინია თანამდებობის პირები ვინც არიან ნუ გადაწყვეტილება ხომ მიიღეს ყველაზე კარგად ისინი მიიღო იმ ყოფილი საბჭოთა მე მაგალითად ხო ასეთ საბჭოთა ჯარის გენერლებმა და ესე იგი მასზე აი როგორ გითხრათ ახლა როგორც აი მასწავლებელი ხო მასწავლებლობა აიღო თავის თავზე თავაზე გენერალმა თავაზე რობერტ თავაზე გენერალ თავაზე მისი ასაკის შვილიშვილი ყავდა გიას ასაკის შვილიშვილი ყავდა ის ხო თავაზე ვინ იყო ესე იგი ზურკის უფროსი уралიდან დაწყებული და წარიოგიანი დამთავრებული მიმართულების შეეული აღმოსავლეთის ხო ამ მიმართულების ის იყო გენერალ ლეიტენანტი ასეთი მოსწავლე მე ხშირად ლაპარაკობდით იმას და მეუბნებოდა აი ასეთ რაღაცას მე და ვანოვიჯექით გურგენიძე საერთოდ მაგემაზე არ არსებობდა თათბირი ჩაეტარებინა და ის დამჯდარი იყო ვიდრე ყველა გენერლები არ დაждდებოდა არ არსებობდა აი ეს პატივისცემა როგორც მაგალითად კაპიტანს ექნება დივიზიის მეთაურის მიმართ ხო იმაში აი ეს ყველაფერი ქონდა იქ ამოცანა რომელიც იყო მე არ ვიცი ახლა მე ვაკეთებდი ხო ამ ყველა გეგმებს უყრიდი თავს ყველა იმას ვაკეთებდი არ მახსოვს არასდროს რომ რაღაც ამოცანა იყო გასაკეთებელი იმ ამოცანას სვამდა შტაბის წინაშე ის თათბირი ვიკრიბებოდი შემი ყველა ეს ამოცანა ამას ვაგროვებდი ვაკეთებდით გეგმას ვაძლევდით თუ რაღაცა კიდე შენიშნები ქონდა იმას ვამატებდით რაღაცას ვაკეთებდით როგორც ჩამოყალიბებული მთავარსარდალი არ ქონდა ასეთი ისინი აქ ხო ახალგაზრდული რაღაცა ისინი არაფერი ასეთი ჩამოყალიბებული ასე იგი იმდენად გზნობდა პასუხისმგებლობას აი ამოცანა პირველი ბრძოლა რომელიც ნათლობა მიიღო იყო ტამიშის ბრძოლა ტამიშის ბრძოლა ესე იგი როგორც კი ეს დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ხელად ესე იგი თბილისში იყო მაშინ თათბირი და რაღაცეები ტარდებოდა და იქიდან მიერეკავს აი ასეთი სიტუაცია
და მოამზადეთ გეგმა, ახლა რა არის, ახლა იქიდან წამოსული, გეგმა მოამზადეთ, გავთვალეთ მოწინააღმდეგე ვინ იყო, რა იყო, როგორი ის იყო, ჩვენ უკვე ვიცოდეთ, რომ რაღაცას აწყობდნენ ისინი იქიდან. წამოვიდოდა სოჩიდან, გემები წამოვიდოდა გუდაუთიდან, იმიდან რა ქვია, გაგრა და ყველა იმ სანაპირო იმიდან ყველგან იკრიბებოდა და მოდიოდა ეს ისინი, იყო შეტევა გაკეთებული, უნდა დაწყებულიყო, გადაკეთებულიყო ტამისში და შემდეგ იწყებოდა შეტევა აი იმის შრომის მიმართულებიდან ისე იწყებოდა შეტევა და ზემოდან უნდა ჩამოსულიყო ქვევი. აი ტამისში შეტევის დროს ჩამოასრო თუ არა იქ ესე იგი მაშინ გია იმა რა ქვია დავით თევზაძემ მიიღო კანტუზია. ვერ დავატოვებინეთ ბრძოლის ველი. ვერ დავატოვებინეთ ერთი ჯარისკაცი იყო მასთან იმაზე, ის გადაადგილდებოდა, აი იქ ბრძანებებს აძლევდა ევაზე და ამ დროს არ ესმოდა. როცა ყურში ხმაბაღლა ელაპარაკებოდი, მაშინ თუ გააგონებდი რამე. მაგრამ ბრძოლის ველიდან არ წასულა. ვალერი ქვარაია დააყენა მაშინ ბრიგადის მიმართულებაზე და მაშინ ჩაუდგა სათავეში. სათავეში მაშინ წიგნი აქვს დაწერილი გიაყარყარაშვილის ამ წიგნი არის საარტილერიო დივიზიონი. და ეს საარტილერიო დივიზიონი იქ როგორ იბრძოდა, რამდენი ბიჭი დაიღუპა. საარტილერიო პოლკი. ნომთათიძე თუ გახსოვთ აი ასეთი. ესე იგი პოლკოვნიკი, ესე იგი თემური, აი არაჩვეულებრივი პიროვნება. მე ვიცნობდი მას. როხროხა ესეთი ისინი. და ის როდესაც უსტი და მოწინააღმდეგეს, რომელიც წინდამდა შეხვედროდა, აი ეს რაღაცა დაზვერვის ჯგუფები ამ ტამის მდინარეს ამოყვებიდან და იქ მოუწია მაგას მთელ ამ ბატარეას მოუწია იქ ბრძოლა. ხალ ჩართული ბრძოლა, მაგრამ ქვემას ახლა ისე ვერ გამოაბრუნებ, იმიტომ რომ იქვე იყო ასეთი ქვედაზე ხრამივით. იქ ვერ ისროდი უბრალოდ. იქ დაიღუპა ძალიან ბევრი. შემდეგ საფარიანმა მიიღო იქ პოზიციებზე მართვა არაჩვეულებრივი პოლკოვნიკი საფარიანი არ შეიძლება მასზე რო არ ვილაპარაკო უგანათლებულესი პიროვნება საბრძოლო საარტილერიო მთავარი სამმართველო საბრძოლო განყოფილების უფროსი იყო თუ სამმართველოს უფროსი ამიერკავკასიის ოლქის აბა როგორ ის არის წარმოგიდგენია რა ასხოდნა და ისე მე პირადადაც ვიცნობდი არტილერისტი ვარ მე და თენგი შუბლა იგი რა ქვია ოჩხერელი და ვალერი ქვარაია ყველა ვიცნობდი და ის ვალერი ქვარაია წინ მიდიოდა ამ ტამიშის იმაზე გია ყარყარაშვილი იქიდან მოყავდა ხალხი აჯგუფებდა მას ისე იგი წამოვიდა ვახტანგ რა ქვია ისინი რა ქვია ზუგდიდის ლოთი ქობალიას ისინი ქვედანაყოფები და ბატალიონი მაშინ წამოვიდა მხედრიონი შეიქმნა მთელი ბატალიონი ისინი აი ისინი ბატალიონი რომელიც 22 ბრიგადის და 21 ბრიგადის იყო და 25 ბრიგადის ბათუმის ბრიგადის ისინი ისეთი შეკრული იყო ეს ბრძოლა რომელიც დაიწყო 2 ივლისს 6 ივლისს ყველაზე ისეთი გადამწყვეტი ბრძოლა იყო და 10 ივლისს უკვე გამარჯვება იყო. გამარჯვება ისეთი, რომელშიც ესე 156 კაცი, რომელიც ესე 4 სადესანტო გემი, რომელიც იყო, პირველი, მეორე სადესანტო გემი გადმოისხა, მესამე გადმოსვლა დაიწყო და артиლერია ნაურიჯიქიას артиლერიო ჯგუფმა ოჩამჩირის მიმართულების გია ვაშაკიძე სარდალი იყო კაკო ვაშაკიძე შტაბის უფროსი მათ ესე იგი გაუსწნეს წელი და იძულებული გახდა ეს გემები წასულიყვნენ ისინი დარჩენ და ლებედის ძმა რომელიც იყო მე-14 არმიის სარდალი ლებედი გენერალ ლეიტენანტი მისი ძმა პოლკის მეთაური პოლკოვნიკი იყო ეს პოლკოვნიკი ეს მიიღო ისეთი უკანანში უხერხულ ადგილზე უხერხულ ადგილზე გენერალ ხრლოვის არ იყოს ხო და ვერ იმაში პარლამენტის წევრიც იყო და ვერ ჯდებოდა ნორმალურად და მაშინ იყო ეს ყველაფერი ძალიან რო გაბრაზდა და ყველაზე მეტად გრაჩოვი გაუბრაზდა გია ყარყარაშვილს რომ ის ოპერაცია პირველი ნათლობა იყო და ყველაზე კარგად ჩატარებული მაშინ იმაში ისეთი გამარჯვება და ნახეთ. მე მინდა ამ წიგნებთან დაკავშირებით მინდა ახლა შენ რო გახსნა ყველაფერი ადამიანების აუცილებლად რა თქმა უნდა. მე რატო ჩაგეჭერე ამაზე? აფხაზეთის ომი ჩემია მაინც. თქვენაირად ვერა მე უმცროსი სერჟანტი ვიყავ საბჭოთა და მე უმცროსი ზემდეგი და ხა თქვენი დონე რა თქმა უნდა თველი ოპერატორის თქვენი ის იყო და ახლოს არა იქ ვიყავი. თქვენც მონაწილეცა მე რაც მოხდა ის ყველაფერი თქვენაირად ალბათ უკვე დრო არის რომ თქვენს უკვე რომ აი მემუარებზე ნუ ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს
და უნდა ვისარგებლო რომ მართლა აგერ მარტი ქართული артиლერიის დღე იქნება მაგრამ და წინაწინ მიულოცო артиლერისტებს ეს 19 მარს 15-17 მარს დიახ და ესე იგი ეს წიგნი იცით როგორ არის ეს არ არის მარტო დაუშვათ ქაღალდზე ნაწერი აკინძული რაღაც ნაშრომი ეს არის სულის ყივილი სულის ტკივილი წიგნი რექვიემი იმიტომ რომ აი ბატონი გიორგი ჩემზე რაღაც 2 წლითაც უფროსი არის ერთი თაობის ხალხი ვართ ჩვენ და ჩვენმა ახალგაზრდობამ აი სულ გაწამაწიაში გაიარა ის არის არა მარტო გენერალი არა მარტო მინისტრი არამედ სიმბოლო აი იმ პერიოდისა და იმ ეპოქისა თავის ვაჟკაცობით თავის საბრძოლო შემართებით ამავე დროს თავის ტრაგიზმით და აი ამ უბედურებით რაც საკუთარ მხრებზე მოუწია ბატონ გიორგის და ძალიან ბევრს ზიდვა აქვე აღნიშნა რომ ბატონმა გიორგიმ რომ კი მაგალითად ეს მაშინა გუშინას ვთქვი და სენატორი მაკეინი საქართველოს ეროვნული გმირია კიდევ ბევრი ვიღაცა რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში და ესე უმაღლესი ორდენით დაშტამპულად გენერალური მდივნის მოადგილე ქალი რომელიც ბათუმში ჩამოვიდა 19 წელს რომელსაც ჩვენმა პრეზიდენტმა ოსალმე ზურაბიშვილმა ეს ორდენი ყველაზე მაღალი ორდენი. დიახ, საპრეზიდენტო. გმირობა სხვა და ორდენი ეს ყველაზე მაღალი ორდენი მას მიანიჭა ეს ორდენი. გასვეს და ეს ხალი მეორე დღეს გათავისუფლდა იმიდან, წავიდა დაამთავრა მისი სამსახური. ცუდად აქვს თუ ცხოვრობს ქართული ორდენების მიღება დაცდილი. თავისუფლად ჯეიმს ულფენსონი იყო იმის სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი და ოქროს საწმისის ორდენით დააჯერა ედუარდ შევარდნაძემ და ერთ კვირაში მოხსნეს რა და ასე რომ უცხოელებს ცუდად აქვს. და იმას ვამბობდი რომ ამას უმთავრდებოდა იცოდე რომ უმთავრდებოდა ამას უკვე და უნდა გავიდეს და იმიტომ ჩამოვიდა აქ და ასეთი დახვედრა სალომე ზურაბიშვილმა იმიტომ რომ მას და მის თაობას საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლეს მარტო მეტი არაფერი და დღესაც ბრძოლობენ მაგისთვის. ხა ნუ ეს იწვევს დევალვაციას რა თქმა უნდა ჯილდოების და იმას ესე იგი რომ მაკეინს და იმას გმირობები მიცეს რეიგანის სახელობის ქუჩა არის ბუშის სახელობის ქუჩა ბუშის სახელობის ცოცხალი ადამიანის ქუჩა არის ხა დღეგრძელობას უსურვებ მე განა იმას ვიძახი და მართლაც რა რომ როდესაც 50 წელი იყო ბატონ გიორგისა ჩვენ მქონდა როგორც სამხედრო ისტორიის საზოგადოებას რომ საზა მესხმა წარდგინებას გააკეთა მაგისი დაწერეს ეს ყველაფერი და და ნუ ესე იგი ღირსების ორდენის კი ვერ ეს ხოთაშორს ამ ხელისუფლების პერიოდში ხდება იმათი კი არა და ვთქვათ რა პირდაპირ ხო არ შეიძლება ყოველთვის ამ თემას უავროთ რომ აიო ზვიადისტებს ეწყინება და ხმას არ მოგცემენო აი ეს არის ახლა ქართველობა და ადამიანობა ბატონმა დათომ გუშინ არაჩვეულებრივად ილაპარაკა ხელათ რა ესე იგი რომ მონათლესო აი ეს ისა კრიმინალებად ამეებად იმეებად და სამხრივად მიეცა მე სულ იმის მომხრევა რა აუცილებლად იმ პუჩის ამბებს მიეცა შეფასება განაიურდული ადამიანური შეფასება და ერთხელ და სამუდამ თუ რაღაცნაირად მოხდეს ურთიერთმიტევება ურთიერთ კი ბატონო ესე იგი სამერგელო როგორ აოხრეს დაუშვათ იქ ამა თუ იმ მხედრიონი იქნება ის იმიში ნიღბის ქვეშ ყოფმა გარეწრებმა როდესაც ნამდვილი მხედრიონელი რამდენი 800-მდე მხედრიონელი დაღუპული რამდენი გვარდია არის დაჭრილი და დაღუპული. დაჭრილი და დაღუპული და მე კიდე იქ 200-მდე დაემატა იქ მიღებული ჭრილობების და იმის გამო. მაგრამ ესეც ხო უნდა ვნახოთ რომ დაუშვათ რომ ფაქტიურად ეს რადონის ჩატარებული საქართველოს მტრების სპეცოპერაცია იყო რომ ძმა-ძმას გადაკიდეს. ზურგი აღარ იყო იქ ფაქტიურად და ახლა ვისაც ახლა ოდნავ მაინც ესმის ხო უზრუნველყოფა საბრძოლო მასალებით სურსათსანოვაგეთურით შეუძლებელია მარტო ვერტფრენებით და რაღაცა თვითმფრინავებით უზრუნველყოფა. ეს არის უბრალოდ ნონსენსი, გამორიცხულია. ეს უნდა იყოს აუცილებლად სახმელეთო რისი საშუალებაც არ იყო. ეხლა თქვენ წეღაბძანე ლოთიქობალიასთან მე პირადი მიდგომა მაქვს, რამე თუ დათო ბოლქვაძე იყო საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ერთ ჯგუფში ვიყავით. და ყველაფერი ვიცით რა და როგორ გამენთარდა, მაგრამ აი რო თქვენ ბძანეთ ტარმიშის ოპერაცია ლოთიქობალიას დანაყოფებმა მიიღო მონაწილეობაო, ერთ-ერთი გადამწყვეტი იმისა რომ იქ პრაქტიკულად ჩვენ გავიმარჯვეთ დიდი მსხვერპლისასთან. ეგ იყო რომ ქართველები ერთად ვიდექით რა. ეს რაღაცნაირად უნდა მოხდეს, რისი მიტევება შეიძლება მიუტოვოთ ერთმანეთს და აუცილებლად რომ ეხლა თითქმის ერთ-ერთი მეორდება ეგ დრო რა და თუ არ გამოვიტანეთ დასკვნები, უარეს შედეგებამდე მივართ. აი ამის მე ძალიან მეშინია რა. და აი აქვე ისევ მე ბატონ გიორგის პიროვნებას
უბრუნდები იქ ბელორუსიის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა მითხრა ბატონი დათო გულუა ეძახოდა რომ ჩვენ აკადემიაში ერთად სწავლობდით ცოტა შემახვედრი გენშტაბის აკადემიაში ჩამოსულის იყო მე მყავდა დიახ და იმან აღნიშნა რომ ყველანი ასაკითო წელთან ამსახურებით იმითო უფროსი ვიყავითო გიორგიზო გიაყაყრაშვილზეო რა და 27 ვიყავითო ჯგუფშიო სულ ცოტა ხანში დაამტკიცა რომ ყველაზე მაგარი გიორგი ყაყრაშვილი იყო სწავლაშიც მომზადებაშიც და გადაწყვეტილებაში და ესე იგი არაორდინალური და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღებაშიც რა და მინდა მე ასევე ბატონი ოთარ ჭილაძის მინდა ისე პატა დათიაშვილზეც რო აუცილებლად რა დიახ რომ იმა ბძანა რა ქვია ოთარ ჭილაძემ რა რომ გიორგი ყარაშვილის უწოდა მე-20 საუკუნის ბოლო ჯარისკაციო რა და აი აქვე ამასაც ეხლა ედუარდ შევარდნაძე ну საქართველოს მეორე პრეზიდენტი ეგეთი სიმართლე არ უთქვე მე მგონი არასოდეს რაც გიორგი ყაყრაშვილზე თქვა რომ გიორგი ყაყრაშვილი საქართველოს სინდისიო მე ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები მართალია იგივე სიტყვები მე გამეორა ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა გიორგი ჟორიკა რურუას თან მიმართებაში მაგრამ ეს როგორც სადადედამიწა ისეთი განსხვავება არის რა რა ვქნა არ შემეძილა მე რაც გულში მაქვს იმას ვიძახი ხოლმე ყოველთვის ну მაშინ ეს ტრაგიკული სიტუაცია ესე იგი ლენინის პროსპექტზე ერთ-ერთი ცენტრალური პროსპექტი არის მოსკოვში სასტუმრო სპუტნიკი აიქ არის რა და გენერალური შტაბის წინ საერთო საცხოვრებელში მაღალი კიბეებია მინახია ეგ ადგილი და იქ როდესაც ეშვებოდნენ ესეთი ტრაგედია მოხდა ბატონი გენერალი პატა დათოაშვილი ალბათ ერთ-ერთი უნიჭერესი სამხედრო მხედართმთავარი იყო აი ამ ქართულ სინამდვილეში და ძალიან დიდი დარტყმა იყო ქართული ჯარისთვის ძალიან დიდი. სოხუმის კორპუსის, სოხუმში მებრძოლი კორპუსის, მეორეს არმიულ კორპუსის იყო მეთაური. მთელი ამოცანა, რომელიც თავდაცვაზე იყო მიმართული, მის მიერ ჩამოყალიბებული და დალაგებული იყო იქ. უგანათლებულესი პიროვნება. ადამიანმა რომელმაც ესე იგი აკადემია დაამთავრა თბილისის სასწავლებელი, დაამთავრა აკადემია, წარჩინებით დაამთავრა აკადემია, მე პატაზე ლაპარაკობ. და იქაც რომელმაც ესე ყველა ამ იმაში მიიღო მონაწილეობა, არ ემორჩილებოდა და არ ექვემდებარებოდა იმ სულელურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც კიტოვანი აძლევდა და ამ დაუპირისპირდა კიტოვანი მას. და აქვე კიდე ბატონი პატას თორცები ნასყიდა ერქვა მამამის თორცები და ერთ-ერთი კოლორიტი იყო ისეთი კაცი და ბატონი პატას ერთ-ერთი ასე რო თქვათ აი სულიერი დამრიგებელი ამ სამხედრო საქმეში იყო ევგენი ჯუღაშვილი სტალინის შვილიშვილი ესეც ცოტა ვინმე თუ ვიცის რა ჩემმა მეგობარმა ნიკო ჯავახიშვილმა რომელიც აი ცოცხალი ენციკლოპედია არის დღეს ასე აცხონოს რა ბატონი ნუგზარ ბაგრატიონის დაგზარვა იყო იქ ერთად ვიყავით და იქ მითხრა რომ ევგენი ჯუღაშვილმა დაულოცა გზა პატა დათოაშვილს სამხედრო საქმეშიო და იქ აკადემია ევგენი ჯუღაშვილი იყო საინჟინრო აკადემიის მოსკოვში კუივის შესაძლებლობის საინჟინრო აკადემიის დოცენტი იყო პოლკოვნიკი კათედრაზე იყო ჩემთან მოსული არაერთხელ მოსკოვში მას უნდა და მე მაშინ მოსკოვში რო ვიყავი კი არა რომ ჩავდიოდი ამ იმაზე უკვე გენშტაბის უფროსი პირველი მოადგილე ჩავდიოდი და თხოვდა მე რომ ედუარდ შევარდნაძესთან რო დაელაპარაკო და აი წამაშიო დსთ შტაბშიო რომ მე ვიყო და იმას ვიზამ ველაპარაკე ედუარდ შევარდნაძე მაგის თაობაზე ну მეორე თუ მესამე დღეს ახლა უთხარი მე ვიფიქრებო ადიო და მითხრა ასეთი რაღაცა მიფიქრა არ არისო ერთგვაროვანიო სტალინის მიმართო დამოკიდებულებაო მაშინ სვეტლანას იგი იყო რაღაცა აერია ეს ყველაფერი ისინი და სალაპარაკო და ისინი ისედაც პრობლემები გვაქვო და მოდი შევიკავო თავიო დალაგდესო ეს ყველაფერიო და ჩვენ მაგას ადგილს და ყველაფერს მოუზებნითო ევგენის მე რამდენჯერმე შევხვდები მე მაგას და რაღაც ნაწყენი იყო ქართული მას არა რატომღაც ქართულმა ასე რომ ვთქვათ საზოგადოებამ არ მიიღო ბატონი ევგენი რა რატო ჩვენ მივიღეთ კაცო რა თქმა უნდა ყველა ნორმალური მოაზროვნე ადამიანი ну შეიძლება მეც უცდი და რაღაცა და არ ვიცი ახლა რას უცდით ახლა კი ძალიან რთული საქმეა შევარდნაძე წინააღმდეგი სტალინისაც არ იყო აი ხშირად ხო ლაპარაკობდით
ის ლაპარაკობდა უბრალოდ სიტუაცია არ იყო ისეთი, რომ მასზე გადასულიყო და ის წინააღმდეგ შევარდნაძე რამდენიმე გათვლით წინ იმაშობდა, ანგარიშობდა ყველაფერს. სასწაული ინტუიცია ჰქონდა, ძალიან აღუიანი პიროვნება იყო. მახსოვრობას და ყველაფერი აი ესეთი, დიპლომატი იყო ისეთი შტატით განკუთვნილი აი ესეთი, რომ დაიბადა უკვე დიპლომატი იყო. მოდი მაშინ ასე ჩვენ ისაუბროთ ახლა. მომავალი გეგმები მინდა იმას ჩვენ აი რა გვინდა ახლა ესე 20 დაგშათ. დიახ, საომოლოთ ახლა აი ამ თემას დავუბრუნდები, რომ აი ბატონი კობაკობალაძე იყო გუშინ, რომელიც ვეტერანთა აი სხვათა შორის არ შეგაგწყვეტინე ბერ. აი ვერსად ვერ ვნახა, ვერსად. კობაკობალაძე არის ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასე ბიჭო კობაკობალაძე ვეტერანთა იმის თავმჯდომარე კი არ არის. ადამიანი არის, რომელსაც 3 ვახტანგ გორგასლის მესამე, მეორე და პირველი სრული კომპლექტი. აქვს მიღება, ეს არის საქართველოს გმირის ტოლფასი. არსად ამაზე ლაპარაკი არ მიდის. არსად ნაცისში ვერ ნახავ მის სურას და გაკითხავს. ვერ ნახავ რომ სადმე იყოს მაგალითად, რა ვიცი, გმირია, ხო? მაშინ მიანიჭე ქუჩა მისი მაქვს. მე რა თუ ბუში ცოცხალია და ქუჩა მიანიჭე. ამისი ქუჩა რატო არ უნდა იყოს? არ არის აქ ნება რა, აი კარგი გაგებით, ხო, აი პატრიოტიზმი იცით როგორ არის ახლა აი 2008 წლის ვეტერანები ეს გმირი ბიჭები იქ ასე თუ ისე მაინც ორგანიზებული იყო ეგ და სოციალური საკითხი იქნებოდა რა იგი ასე თუ ისე მოგვარებული იყო და ეს აფხაზეთში დაღუპულები პრაქტიკულად ახლა რამდენმა ვეტერანობა აი ახლა ამ თვეებში დაიმტკიცა კიდე ესეც რა არ იყო რა ეს ისეთი ორგანიზებული და რო ამას ბევრი ხედავს ამას რო აი ახლა რო აი ხა მე რო წავიდე ჯარში ესა დამიფასდება რაღაცა და ერთგვარი სავსებით გასაგები შიში აქვს რა ახლა ჩვენ რო იმ პერიოდში ხო აი ყველაფერი გვერდზე გადავდეთ ახლა მე ახლა უმა არ მომიწია სულ სამხედრო ტექნიკური მმართველობით ვიყავი ყველაფერი გვერდზე გადავდეთ და თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ მსახური მოხალისებად მივედით არ ვფიქრობდით მაშინ იმაზე რომ აი ეს რა იქნება კი გვიწია მე ახლა ეს ჯანმრთელობის პრობლემები ეს რაღაცები მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდით რა და ამასაც თუ არ მიეხედა აი ყველაფერი არის გაკეთებული და გათვლილი იმაზე რომ ეს თანამ მსახურობ იქ გაქვს დაზღვევის სრული პაკეტი ხელფასი ასე თუ ისე ნორმალური პერსპექტივა განვითარების სამსახურებული წინსვლა ეს განათლებაში ცალკე საუბრის თემა ძალიან ბევრი მისახედია სამხედრო განათლებაში საერთოდ არ არის საერთოდ შეიძლება ითქვას რომ არ არის ასევე და არ არის საერთოდ ეს ვეტერანების ანუ როდესაც სანამ ხარ ადამიანი და შენ ჭირდები თქვათ სისტემას კი ბატონო და როგორც კი ესე იგი თქვათ პენსია იმას თადარიგში გახარ არანაირი არ არის საერთოდ არეული სამართლობა თანამდებობებზე დანიშნა თანამდებობებზე ესე საფეხურებით დაასვლა დამსახურების თავისი იმის არ არის განათლება არ არის არც ერთი გენერალი არ არის სრული სამხედრო განათლებით სრული ესე იგი მას რო ქონდეს განათლება თქვათ ტაქტიკური ასეულის ბატალიონის, შემდეგ თქვათ ოპერატიული ტაქტიკური ბრიგადის და უკვე ოპერატიული განათლება, ოპერატაქტიური კი არა, ოპერატიული რომ დაგეგმა შეეძლოს. ოპერაციების დაგეგმა, ძალების გამოყენება, მათი თანაფარდობის ანუ კლასიკური სამხედრო არაფერი ეს არ არის. არც მაგისი არაფერი სასწავლებელი არ არის აქ. სადღაც უნდა გააგზავნო, ვითომ იყო წასულიო თქვათ ამერიკაში რა ვესტ-პოინტის იმაში გაიარა რაღაცა რა გაიარა, კურსზე გაიარა. იმათ ერთი ტაქტიკა აქვს, ერთი სტრუქტურა აქვს ჯარების, ტექნიკა შეერაღება სულ სხვა, საბრძოლო წესდებებიც არ არის ჩვენთან. პრაქტიკულად არ არის. ჩამოყალიბებული არის რაღაცა ისინი თქვათ დავალებები აი ასეთი თქვათ артиლერიისთვის ნასწავლენია ასეთი ისინი და ასეთი დებულებები და ასეთი ისინი ასე არ კეთდება. ჯარი ჩვენ გქონდა ხო ეს ყველაფერი იყო და მიზანმართულად განადგურდა. ეს ყველაფერი განადგურდა და არც არის მომზადების დონე, არის აი აღლაზე ძალიან ცდილობს ვერ გააკეთოს, არის კაპიტნის კურსები. ნუ რას ნიშნავს კაპიტნის კურსები? 100 მეთაური თქვათ, დივიზიონის მეთაური. 100 კი, მაგრამ უნდა იყოს ესე იგი თანამდებობა უნდა იყოს, მის კაპიტანი კი არა. კაპიტანი არ არის თანამდებობა. წოდება ის. კაპიტანი არის წოდება და იმ თანამდებობასთან მისადაგებული რომელია მისი თანამდებობა? ასეულის მეთაური, ბატარეის მეთაური. ხო, აი ეს არის მისი. ავიაციაში იქ თუ რგოლის მეთაური. ხო, აი ამაზე არ არის, ესე იგი ის რა უნდა გააკეთოს ბატარეის მეთაურმა. იქ ხო კალიბრებიც არის, სხვადასხვა артиლერია არის, ხო? იმას სულ სხვადასხვა აქვს, იმას სხვა ფუნქციები აქვს, იმას სხვა ფუნქციები და ტექნიკური დავალება სულ სხვა არის მათ მიმართ.
აი ეს არ არის და ეს როგორ მოამზადებს სასწავლო ცენტრი? აი ასეთ იმას, იმიტომ რომ ვის იქ ყავს артиლერისტები, მე მათ ვიცნობ, ინჟინრები ვის ყავს, მე მათ ვიცნობ. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ინჟინრების მიმართულება, მაგალითად, საინჟინრო, თქვათ, ასეული, საინჟინრო ბატალიონი, რომელიც არის. დამოკიდებულია იმაზე, სატანკოში ერთია საინჟინრო, артиლერიაში მეორეა საინჟინრო. აბსოლუტურად ისინი განსხვავდებიან, ამოცანითაც განსხვავდებიან, რა ამოცანას უნდა ქონდათ. ეს არ არის. ახლა მინდა აი რამდენიმე წუთი დაგვრჩა ჩვენ 12 წუთი და მინდა აი ეს ობიექტებზე მინდა, რომელიც ასე გასხვის და გაიყიდა, ჰოსპიტალი დაინგრა, ეს არსენალი დაინგრა, აი მინდა რაღაცნაირად შეფასება. მოგახსენებთ ხა წინა გადაცემებში, როდესაც მე სტუმრად ვიყავი თქვენთან და ეხლაც არ დავიღლები მაგის გამეორებით. აი ჩვენ ვამბობთ, რომ მოიშალა არა მარტო საერთოდ განათლების სისტემა საქართველოში, საერთოდ მედიცინის სისტემა საქართველოში. ნუ ჩვენ ხა კონკრეტულად სამხედრო განათლებაზე ვლაპარაკობთ. ეს არის ლოგიკური ჯაჭვის რგოლები. სპონტანურად არ მომხდარა. ნაბიჯ ვიღაცა აი კუბიკი ხო იყო ასეთი. ეს რა თქმა უნდა რამდენი რამ აქვს გაკეთებული 25 წელი მრჩევლები ყავს და მაგათი ნარჩევი ერთი არ წაგდგომია არაფერში და რადგინა მაშინ ესეთი ისინი ხო მრჩევლები და მაგათი ხელფასები ალბათ მთელი თავდაცვის სამინისტროს ხელფასი რო გაერთიანებთ 5-ჯერ მეტი იყო ალბათ იქ რაღაც პატარა ჯგუფი იყო მაგათი და მე რო განიავდა ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა მე არაერთ კომისიაში დავდიოდი მაშინ ავიაცია რო პრაქტიკულად ავიაციის გარეშე ვართ სამხედრო საზღვაო ფლოტი განადგურებულია. კიდევ მეორე ერთ-ერთი ქვეყანა საქართველო, სადაც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ფლოტი განადგურდა, იყო, რომ ეს სამხედრო ეს ინფრასტრუქტურა რაც იყო, ეს პირსი, აი ეს რომ ვიღაცებს ჯიბეში ჩაედოთ. ვიღაც ფოჩი, აბა თითოეული სანტიმეტრი აღწერილი მქონდა მანდ რა. ატომური რეაქტორიც კი იყო მანდ რა. შენიღბული ამ იმის მისამელები რო არის, ავტომისამელები, პრინციპებს, აი მაგ ფორმისა იყო რეაქტორი, რომელიც უზრუნველყოფდა მთელ ფლოტს ელექტროენერგიით. კი, გემიც იყო იქ. გემიც იყო იქ ყველაფერი იყო. აღარაფერი არის ახლა იქ რა და ვიღაცა გუჯარ-გუჯარაშვილს ისახნეს რა, ნუ თვითონ აიღო თავზე ვიციო როგორ უნდა იყო. არა, უნდა განადგურდეს ესო საჩაიქრო შოვა ზღვაში ჩაიძიროს რაღაცა ისეთი და მე გააყვანინეს მას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, როგორც უკრაინას. და ესე იგი ეს რა ქვია პორტი გადაეცა ვიღაცა ორ საქმოსანს ქართველებს. ამემა ხელად გადაყიდეს რომელიღაცა უცხოურ ფირმაზე და უკვე ისინი არიან კეთილსინდისიერი მყიდველები. როგორც არ უნდა მოტრიალდეს ირდულად საქმე, იმას ჩვენ ვეღარ დავებრუნებთ. артиллерия დაკონსერვებულია, ტანკები დაკონსერვებულია. განკონსერვება ეს არის ერთ-ერთი ურთულესი ტექნიკური ოპერაცია. ამას 1 და 2 საათში კი 1 და 3 დღეშიც ვერ მოხდება ეს. და ირგვლივ ხო ფაქტურად ომია. აქ არ არის ლაპარაკი ტერიტორიის ადგენაზე, აქ არის ფიზიკურ გადარჩენაზე ლაპარაკი და აი ესეთი აი კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები არის რა რომ საბალახოთ მიშვებული ერთს რო გავართ, ერთმანეთს რო ჭამთ, ერთმანეთს რო ეს არ ხდება შემთხვევით. ეს ვიღაცას აწყობს და თუ გონზე დროზე არ მოვედით, ძალიან ცუდად მოგვიტრიალდება ეს რა და ისტორიულად უკვე მე რამდენად ჩვენი მტრის თამაშს თამაშობთ. ამხელა ურთიერთ ზიზღი, ასეთი გაუტანლობა არ შეიძლება ორივე მხარეს ეხება ეს თქვა. მე არ ვიძახი რომ თქვა აი უცხოეთიდან მართული ოპოზიცია და ეს ჯიგარი ხელისუფლება და არავითარ შემთხვევაში აფერი ჯიგარი იმდენი პრეტენზიები შეიძლება ჩვენი ხელისუფლების მიმართ გამოთქვა რომ ხვადილამდე არ გეყოფა ალბათ დრო. ორივე ურთიერთობის შერიგების ნაბიჯი უნდა გადაიდგას. სხვანაირად აი ჩვენ სახელმწიფოებრივ ყოფნა არ ყოფნის საკითხიაზე არ უკვე ლაპარაკი. რეალურად შევხედოთ, მოიხსნათ ეს ვარდისფერი სათვალები და რეალობას შევხედოთ რა. რომ რადონის პლეთანა გვაქვს და ეს სხვათაშორის ძალიან არასწორია, რომ აი რუსეთი ჩვენი მტერია, არც ერთი ის არ არის ჩვენი მეგობარი. რეალურად პოტენციურად როგორც სამხედრომ ტრათ უნდა განვიხილოთ ისა, მეზობელია შენი პირველი მტერი და მოკეთეც, ხო? და ვიღაცამ თქვა აღარ მახსოვს, რომ ერთადერთი ჩვენი მეგობარი მეზობლებიდანო, ნამდვილი მეგობარიო შავი ზღვა არისო რა. საფრთხეს ყველა მხრიდან უნდა ველოდეთ. იმიტომ რომ ის ჩვენ თქვათ მეზობელი შეიძლება ჩვენი ძმა არის, მაგრამ იმას უკან ვინ უდგას და რა ძალები და როდის რა მოგვიტრიალდება, არავინ არ იცის. ელემენტარული თავდაცვის უნარი უნდა შევწევდეს, რაც სამწუხაროდ არ არის. კი, ძალიან ბევრი ესე იგი თავდაცვის სამინისტროში პატრიოტი ბიჭია, ძალიან ბევრი კარგი პიროვნება არის, მაგრამ თუ გამოცდილება რა აქვს, ხო არაფერი არ გამოვა. და აქ ისე გუშტელმას მე დაუბრუნდით, გული დამწყდა რა, რომ თავდაცვის სამინისტროდან არავინ არ იყო იმ შეხვედრაზე რა. აბა.
და რაც ესე იგი სულ სხვა ელფერს მიცემდა იმ საღამოს რომ ვინმე მოსულიყო იქ და არაფერი არც სიტყვით გამოს უბრალოდ თქო ჯდარიყო და რომ აი ეს ტრადიციის ჯაჭვი რო ავსგარიყო რომ აი ძალიან რო წამოვედი ჯარიდან ხო 99 წლიდან მე თავდაცვის სამინისტროდან არავინ არ შემხმიანებია რომ მე იქ მისულიყავ ან და როდესმე ერთხელ მაინც რამდენი გავიდა ხო 26 წელი გავიდა ხო 26 წლის მანძილზე ერთხელ მაინც გადაცემები მიყვავს ხო ბოლოს ლაპარაკობ რაღაცაზე ჯარს ველაპარაკობ ისეთი არასდროს არ ყოფილა არც ერთი არ შემხმიანებია არც ერთი არაფერი ვეტოა დადებული ეს არის დასავლეთიდან ამერიკამ თქვა რომ ყავა გასული ისე მე ხო ფონ დასდა სერგარი ჯონსი ერთხელ უნდა მოიტანო და ვაჩვენო იმას ყველაო საბჭოთა ჯარის ყავა გასული ოფიცრები უნდა წავიდე რობერტ თავაზეა ყავა გასული ვანო გურგანიძე იყო ყავა გასული ანდა მზარ ჭოჭუა რომ მთელი მსოფლიოს ყველა артиლერისტი ესე იგი ვარს არ იწყო და ასეთი артиლერიის უფროსი ყავდეს მან ანუ ვალერი ხვარაია არის ასეთი ანდა ის ოფიცრები რომლეს ბენიძეები ძმები ერთი გარდაიცვალა ის თემური ბენიძე ყველა აკადემია რაც არის ყველა დამთავრებულია თბილისის უმაღლესი სასწავლებელი ფრუნზეს აკადემია დამთავრებული აქვს დამთავრებული აქვს გენერალური შტაბის აკადემია იმის რა ქვია გერმანიის და კურსები ყველა აბსოლუტურად ყველაფერი ყველაფერი როიცის იმტო გაუწია წარჩინებით ყველაფერი საბჭოთა ჯარის არცეთი ოფიცერი არ უნდა დარჩეს ბატონო ჯუმბერანანიძე ჯუმბერანანიძე სარდალი артиლერიის სარდალი მეორე საარმიო კორპუსის მაგის მიერ არის შესრულებული ისეთი ამოცანები უძლიერესი ჯერ ერთი ავღანეთის ვეტერანი გივი უგურიძე ბატონო გივი უგურიძეს უმაღლესი სასწავლებელი აკადემია გენერალური შტაბის აკადემია ყველაფერი დამთავრებული აქვს იმაში აფხაზეთის ომში იქ მისი სასწავლო ცენტრი იბრძოდა ერთი კაცი ყავს დაღუპული ისიც ოფიცერი ყველა დედა მისი ჯარისკაცების კურსანტების მისი უნდა ლოცულობდეს მასზე როგორც წაიყვანა ცოცხალი ისე ჩამოიყვანა სერჟანტების მომზადების ისტორია გია ყარყარაშვილი მაგაზე წიგში აქვს დაწერილი გივი უგურიძესა წიგში თავის წიგში აქტოვანებული იყო იმ დისციპლინით იმ ჩასმულობით როდესაც ეს სასწავლო ცენტრი შეცვალა ზუსტად იმ რა ქვია შტრაფნიგები რომ მივიდა აი იმათ ჩაანაცვლეს იქ აი ესეთი ისინი ის არსად კაცო გია ვაშაკიძე დამთავრებული გენერალური შტაბის ყველა აკადემიები ისინი და დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია გაკეთებულია აი მამია გეგმა ტერიტორიული ჯარების მოწყობის ესეთი აქტუალური თემა დღესდღეობით ჩვენთვის იგი რა ქვია სალუქვაძე ამირანი ბატონი ამირანი უგანათლებულესი ოქროს მედალზე დამთავრებული კაიშაური უგანათლებულესი ოქროს მედალზე დამთავრებული სალუქვაძეს გაკეთებული აქვს სისტემა საჰაერო თავდაცვის სისტემა მთელი საქართველოს ტერიტორიის ნუ ქალაქების უპირველეს ყოვლისა ეს არის და პასიური რადიოლოკაციური სადგურები სად რა უნდა იდგეს და აქტიური მათ შორის ის სადაც რაკეტები და ისინია და ის სადაც რაკეტა და ისინი ვერ მისვდება იქ ესე იგი ავიაცია საჰაერო თავდაცვის ავიაცია. ეს არავის არ აინტერესებს. რას ნიშნავს არ აინტერესებს? კაცო, ვინ არიან მოსული, როგორი ჯარი უნდათ, რომ პირველ საებზოლიდან დავმარცხდეთ. აი, ბოდიში იმდენი დრო დაგარჩა. ბატონი მამუკა ლომსაძე. მამუკა ოქროს მედალზე დამთავრებული ის საჯავშნო აკადემია. ოქროს მედალი მე ვარ მის გამოშვებაზე. ისე მიხაროდა რომ ყველაზე ჭვიანი იყო იმ გამოშვებაში. სულ იყო ორი მედალი და ერთი მასწავლებელი. და ბატონი მიხეილ ორქიფანიძე ის ისეთი ცნობილი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ჩემი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი და ეს არის და მეც ესე იგი ბატონი მამუკა ჩემი ხელმძღვანელი იყო და აი უბრალოდ სულ სხვა ტიპის, სულ სხვა ადამიანობის და სულ სხვა ზნეობის მატარებელი იყო რა და აი დიდი პრობლემა ირაკლი ოქროაშვილმა ფაქტიურად ისეთი გაწირა შეიძლება ითქვას და აი ამით დაიწყო მე ამუშავდეს ლოგისტიკის დანგრევა რო არის აი თქვათ იმაში ციგნებში რომ აი ეს უნდა გაკეთდეს აი ეს პირიქით იმის საწინააღმდეგო გაკეთდა ყველაფერი და მილიარდობით ქონება პირდაპირ მტერს ჩააბარეს იმაში მე რა გორში იქ თავ მოუყარეს ყველაფერს და ესეთი ცუდად გამithარდა ჩვენთვის მამია როგორც ყოველთვის ჩვენ დრო არ უყოფნეს მინდოდა ძალიან ბევრი რაღაცებზე მელაპარაკა განსაკუთრებით ტექნიკა და შეარაღება მაგრამ შემდეგი გადაცემა ამას მიუძღვნა არსენალის განადგურებაზე არა მარტო განადგურებაზე რისი გაკეთება საქართველოში რატო ვერ გამოიყენეთ და რატო ის ოფიცრები რო დაითხოვა იზორია მაშინ ჯარიდან და 25000 ოღონდ დაშალეს წარმოგიდგენ დივერსია ჩაატარეს ქართული ჯარი მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენი სტუმარი იყო დღეს
მამია გოგოლაძე ადამიანმა რომელმაც ესე იგი შიგნიდან იცის მთელი მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფის ყველა საკითხები ავიაციიდან დაწყებული артиლერიით დამთავრებული მომზადების თავისი იმ ქვედანაყოფებით რომლებიც უზრუნველყოფდნენ ტექნიკურ მზადყოფნას ტექნიკის და შეიარაღების ავიაციის მზადყოფნას ამ საეროდრომო ტექნიკური უზრუნველყოფის იმით ეს იყო ეს ადამიანი ბატონო მამიას დიდი მადლობა გადაუხადეთ შემსრულებლებისთვის და თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისათვის კარგად ბრძანდებოდეთ